ჯანსაღი და ცოცხალი დამოკიდე. როდესაც ჩემთვის საეკლესიო საიდუმლო ნათლისღება ეს არის რაღაცა ტრადიცია, რომელსაც რატო აკეთებს, სულაც საერთოდ არავის არ ვიცი, არც მაინტერესებს რომ ვიცოდე. და ნათლისღება შეიძლება არის ის ამბავი, რომ ვიღაცა გავლენიანი, მეზობელი თუ გავლენიანი პირი დავიახლოვო და მე იმას აქვნა, რა ქვია, ვიამაყო იმით, რომ ჩემი შვილის ნათლიაო. და არაფერი ამაში მეტი არ არის. ეს ჩვეულებრივი ოკულტიზმია. ჩვეულებრივი, როდესაც ჩემთვის ტაძარი არის რაღაცა სივრცე, რომელიც დაახლოებით აღიქვება როგორც შრომის ბრიჟა, სადაც კაი სამსახურს გამიჩალიჩებენ და უკაცრავად ამ სიტყვაზე და კარგი ბედი შემხვდება. ოკულტიზმია რა არის აბა ეს? ოკულტიზმია, რომელიც ფართო ნაბიჯები დააბიჯებს თანამედროვე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მორწმუნეების სივრცეში, რომლებიც საეკლესიო წიაღში არიან წარმოდგენილი.